ამ წუთებში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში ახალი ჰიდროელექტროსადგურის საგურამო ჰესის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. ჰესის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ენერგეტიკის მინისტრთან ერთად გახსნის. ჩვენ პირდაპირ ეთერში გთავაზობთ ღონისძიებას. საგურამო ჰესის აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მეგავატია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 32 მილიონი კვადრატული საათი. პროექტის ავტორი ჯორჯიან Water and Power-ია. მშენებლობისთვის კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. საგურამო ჰესის ტურბინა, გენერატორი და დამხმარე მოწყობილობები ავსტრიულმა კომპანიამ დაამზადა. ჰესის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებიან. ჰესის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, ამ წუთებში კი მისი გახსნის ცერემონია იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში ხედავთ. Pirmast ustუმრებო, ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და ხარდაჭერისთვის. აი რამოდენიმე წუთში საგურამო ჰესი შევა ექსპლუატაციაში და გახდება საქართველოს ენერგოსისტემის განუყოფელი ნაწილი. საგურამო ჰესი ეს არის ულტრათანამედროვე ჰესი, რომელიც აქტუალურია ავსტრიული განადგარებით და უმოკლეს პერიოდში ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აშენებული და ექსპლუატაციაში შეყვანილი. მთელი ინვესტიციის მოცულობამ შეადგინა 11 მილიონ ლარზე მეტი რესურსი, მოზიდული იყო TBC ბანკისგან ლარის რესურსი და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უდიდესი მხარდაჭერა ჰესის მშენებლობაში გაგვიწია ჩვენო მთავრმა აქციონერმა, PGO ჯგუფმა და დიდი მადლობა მათ ამისთვის. თვითონ მშენებლობის პროცესს აწარმოებდა ქართული კომპანია სპეცჰიდრომშენი და ტექნიკურ ზედამხედველობას ამ პროცესს უწევდა შვეიცარიული კომპანია შტუკი. უმოკლეს პერიოდში, როგორც აღვნიშნეთ, იქნა აშენებული ჰესი. ჰესის დადგმული სიმძლავრეა 4.5 მეგავატი და წლიური გამომუშავება იგეგმება 130-150 მილიონი კილოვატი წელიწადში. ეს ჰესი მიიღებს დიდ მონაწილეობას თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგების სისტემების სტაბილურ განვითარებაში. დიდი მადლობა კოლექტივს, რომელიც 24 საათის განმავლობაში ამ პერიოდში მუშაობდა. ჩვენ ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრება ქვეყნის პრემიერი, ბატონო გიორგი კვირიკაშვილი და გადავცემ სიტყვას მას. დიდი მადლობა. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მოხარული ვარ, რომ წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და საგურამო ჰესის მშენებლობა დასრულდა და დღეს ეს ჰესი ჩაერთვება ქვეყნის ერთიან ენერგოსისტემაში. სწორედ ამ ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ჰესების მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ჰესი განხორციელებულია მწვანე ჰესის უმაღლესი ხარისხის ტექნოლოგიის მიხედვით და კომპანიამ 11 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. მნიშვნელოვანია, რომ ახალი ჰესის საშუალებით შესაძლებელი გახდება კომპანია Georgian Water and Power-ის სათაო ნაგებობების და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგება, რაც თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თბილისში გარანტირებული იქნება სტაბილური წყალმომარაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ აგრეგატი მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს თანაბარი სიმძლავრით და გარდა ამისა შესაძლებელი იქნება ჰესში გატარებული სუფთა წყლის გადამუშავება და თბილისის წყალმომარაგებისთვის გამოყენება. ამ პროექტის განსახორციელებლად Georgian Water and Power-მა 100 მეტი ადამიანი დაასაქმა. გარდა ამისა მისასალმებელია, რომ კომპანია ასაქმებს ახალგაზრდა ჰიდროენერგეტიკოსებს, ჰიდროინჟინრებს და ასეთი ნდობის გამოცხადება არის ძალიან კარგი და მისასალმებელი პრეცედენტი. ჯერა რომ ახალგაზრდა სპეციალისტები ამ ნდობას გაამართლებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ დარგის განვითარებასა და ჩვენი ეკონომიკის წინსვლაში. ეს პროექტი არის გამოცდილ ევროპელ პროფესიონალებთან ერთად წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დადებითი მაგალითი
და გახლავთ ნამდვილად ახალი სიტყვა საქართველოს ენერგოსისტემაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროექტი ქვეყნის მიმზიდველ ეკონომიკურ გარემოსთან ერთად იქნება მნიშვნელოვანი სტიმული უკვე ახალი პროექტების განსახორციელებლად და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო კომპანია Georgia Water and Powers ყველა მის პარტნიორს, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში და წარმატება უსურვო შემდგომ საქმიანობაში. დიდი მადლობა. Adano პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით. დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკის სექტორის განვითარების გზაზე და ზოგადად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის განვითარება დიდწილად მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ეკონომიკურ განვითარებაზე, ბიზნესის ხელშეწყობასა და უცხოურ ინვესტიციების ზრდაზე სხვადასხვა სექტორებში. ჩვენ აქტიურ მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ჩვენი სექტორი უფრო მიმზიდველი გავხადოთ ინვესტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი პროექტების განხორციელებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ განვითარებას. ჩვენ ხელს უწყობთ მცირე და საშუალო ენერგოპროექტების განვითარებას ქვეყანაში. ეს კი თავის მხრივ ხელს უწყობს დამატებითი გენერაციის ობიექტების შექმნასა და მცირე ბიზნესის განვითარებას. საგურამო ჰესი ამის ნათელი მაგალითია. ეს არის პროექტი, რომლის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დაიწყო და დღეს უკვე დამატებით ელექტროენერგიას აწვდის ჩვენ სისტემას. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენი სექტორი მოწინავე ადგილს იკავებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების კუთხით. ამ პერიოდში ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა 689 მილიონი დოლარის ამერიკული დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია. ამასთან ექსპლუატაციაში შევიდა 425 მეგავატის დადგმული სიმძლავრის 17 ელექტროსადგური. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა სხვა ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებასთან ერთად არის საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი, რაშიც მოიაზრება ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაუმჯობესება. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია წამყვან კომპანიებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან და ადგილობრივ ბანკებთან მჭიდრო თანამშრომლობა. მათი ჩართულობა საქართველოში მიმდინარე ენერგოპროექტების განხორციელებაში და გამოცდილების გაზიარება, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და წინსვლისთვის ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც ამ პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანა და ზოგადად ყველას, ვინც ჩვენი სექტორის განვითარებაში აქტიურადაა ჩართული. გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა. გამარჯობათ, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ბატონ პრემიერს დიდი მადლობა გადაუხადო, რომ მოგზანდა აი ამ ჰესის გახსნაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პრემიერი ბიზნეს უჭერს ხარს, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას უჭერს ხარს და საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ის პულსზე უდევს ხელი. მეორე რიგში მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩვენ გენერალურ დირექტორს გიორგი ცხადაძეს და საკუთარ მენეჯმენტს, რომელსაც დაუზოგავად იშრომეს, რომ ერთ წელზე ნაკლებადაში ააშენეს 4.5 მეგავატის ჰესი. მე მინდა რამოდენიმე სიტყვით გითხრათ ჩვენს გეგმების შესახებ. BJH Group-ი მოგეხსენებათ არის ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი და ჩვენი მიზანი არის, რომ ჩავდოთ ინვესტიციები მოვიზიდოთ და ჩავდოთ ფული საქართველოში. ინვესტიციები გამოვხატოთ საქართველოში. რატო გვინდა ჩვენ ეს გავაკეთოთ? იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი მომავალი და ვფიქრობთ, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია კიდე მის გარდა რომ ქვეყნის ეკონომიკას დაეხმარება, აგრეთვე წვლილს შეიტანს რეგიონის განვითარებაშიც და ბუნებრივია ინვესტიციების მოზიდვა არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რადგანაც კაპიტალთან წვდომა მაინც ასე ვთქვათ არ არის ადვილი. თუმცა საქართველოში უკვე ინვესტიციების მოცულობა $1.5 დოლარს გადააჭარბა ყოველწლიურად, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელი არის. ჩვენი გადმოსახედიდან შემდეგი 3 წლის განმავლობაში დაახლოებით $200 მილიონი ინვესტიცია გვინდა რომ განვახორციელოთ ენერგეტიკის სფეროში, ჰესების მშენებლობაში, აგრეთვე წყლის ინფრასტრუქტურის გამოწვევაში და 3 წლის თავზე ჩვენი მიზანი არის, რომ
GWP და ჩვენი ენერგეტიკული კომპანია გავიყვანოთ ლონდონის ბირჟაზე IPO-ზე და მოვიძინოთ დაახლოებით 100-დან 150 მილიონი დოლარი, რათა კიდევ უფრო მეტი ფული ჩავდოთ, კიდევ მეტი ინვესტიცია გავახორციელოთ ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის პროექტებში. დიდ მადლობას ვუხდი ყველას მობრძანებულებს და იმედია გაეცნობით ჩვენი ჰესის წარმატებულ მუშაობას. მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა საგურამოდან, სადაც საგურამო ჰესის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. კონტაქტი კი პირდაპირ ეთერში